გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე ვარ კახი გოგოხი ხარდისკაცი და თქვენ უყურებთ დასუ ტივის. დღევანდელი ჩვენი თემა არის კოსმოსი. პირადად ჩემთვის ძალიან ახლოა ეს ყველაფერი, რადგან ბავშვობიდანვე სულ ცაში ვიყურებოდი ხოლმე და ვათვალიერებდი იმ თვალის მომჭრელ ვარსკვლავებით შევსებულ ცას. შემდგომ დავიწყე უფრო სიღრმისეულად შესწავლა ასტრონომიის და დღემდე ახალ ცოდნას ვიღებ. ჩემ გადაცემებში მინდა თქვენთან გაგაცნოთ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სამყარო. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევისწრები გასაგებ და მარტივ ენაზე გადმოგცეთ ინფორმაცია. დღეს ვილაპარაკებთ საბაზისო ცოდნაზე, სხვადასხვანაირად რომ ვთქვათ, ასტრონომიის სტარტეთ ფაქი, რის გარეშეც შეუძლებელია კოსმოსის შესწავლის დაწყება. დღევანდელი მასალა არის აღებული ღია წყაროებიდან, ხოლო ამასობაში გადავიდეთ ასტრონომიაზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევისწავლით ციურ სხეულებს. ციურ სხეულები არის ნებისმიერი ბუნებრივი ობიექტი კოსმოსში, რომელიც არ წარმოადგენს დედამიწის ნაწილს. ამ ტერმინით მოიცავს ყველა სახის ობიექტებს, რომელიც ქმნიან ციური სივრცის ნაწილს, მაგალითად პლანეტები, ვარსკვლავები, თანამგზავრები, ასტეროიდები და კომეტები. ახლა მინდა თითეული მათგანი გაგაცნოთ. ვარსკვლავები. ვარსკვლავები არის ციური სხეულები, რომლებიც წარმოქმნის ენერგიის ბირთვული რეაქციებში, სადაც წყალბადი ერთვის ჰელიუმს. ეს პროცესი იწვევს დიდი რაოდენობით სინათლის და სითბოს გამოყოფას. ვარსკვლავები კოსმოსში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ობიექტებია. ისინი განსხვავდებიან ზომით, ტემპერატურით, მასით და ასაკით. დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავი არის ჩვენი მზე. ერთ სიტყვაში მინდა მათ კლასიფიკაციაზე ვისაუბრო. არის ტემპერატურით და ასევე ზომებით. ტემპერატურის ტიპები ძირითადად 7 არის: O, B, A, F, G, K და M. სადაც O არის უკიდურესად ცხელი და M ძალიან კრილი. ხოლო ზომებით გვაქვს კარლიკები, საშუალო ზომის, გიგანტები, სუპერგიგანტები და ასე შემდეგ. მზე არის G ტიპის საშუალო ზომის ვარსკვლავი. შემდეგი არის პლანეტა. პლანეტა არის ციური სხეული, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო და არ ქმნის საკუთარ სინათლეს. პლანეტების სინათლეს ასახავენ და უმეტეს შემთხვევაში ისინი შედგებიან სხვადასხვა მასალებისგან, როგორიცაა აირები, ყინული, მყარი ქერქი და სითხეები. მათი მთავარი მახასიათებლებია ორბიტა. პლანეტები მოძრაობენ ორბიტაზე, რომელიც შეიძლება იყოს ცირკულარული და ელიფსური. ორბიტაზეა დამოკიდებული თუ რა სიახლოვეზე იქნებიან პლანეტა ვარსკვლავთან. მასა. პლანეტებს აქვს დიდი მასა, საკმარისი იმისთვის, რომ მათი გრავიტაციული შეინარჩუნონ ზომაში საკუთარი სხეულები. მოძრაობა. პლანეტები ბრუნავენ საკუთარ ღერძზე, ანუ როტაცია, და მათ აქვს ორბიტაზე მოძრაობა, ანუ ტრანსლაცია. არსებობს ბევრი სხვადასხვა ტიპის პლანეტა. მაგალითად, ჩვენ სისტემაში 8 ძირითადი პლანეტა არის. 4 მიწის პლანეტა, მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, 2 აირის გიგანტი, იუპიტერი, სატურნი, ხოლო ბოლოში ყინულოვანი პლანეტები არიან, ურანი და ნეპტუნი. მაგრამ არსებობს კიდევ ჯუჯე პლანეტები, როგორც არის პლუტონი. 2006 წელს მათ ოფიციალურად ჩამოართვეს პლანეტის სტატუსი და ჯუჯებს მიუთვისეს. გასაოცარია ის ფაქტი, რომ პლუტონზე მისი აღმოჩენიდან დღემდე, ანუ 95 წელი, ჯერ კიდე 1 წელიც არ შესრულდა იქ, იმიტომ რომ 1 წელი პლუტონზე უდრის დედამიწის 258 ბრუნს. საოცარია თუ რა მსიშორეზეა ის ჯუჯე. თანამგზავრები არის ციური სხეულები, რომელიც ბრუნავენ პლანეტის გარშემო. ისინი ხშირად პლანეტის გრავიტაციული ძალით ინახება მის ორბიტაზე და მასთან დაკავშირებულნი არიან. მთვარეები შეიძლება ძალიან განსხვავებოდნენ ერთმანეთისგან, ზომით, შემადგენლობით და ზოგადად მახასიათებლებით. მაგრამ მათ ყველას ერთნაირი მახასიათებელი აქვთ. ისინი არიან პლანეტების თანამგზავრები. მინდა ჩვენი მზის სისტემის თანამგზავრებზე მოგიყვეთ და თანმიმდევრობით მოვყვეთ. მერკურის და ვენერას სამწუხაროდ არ აქვთ თავიანთი თანამგზავრები. დედამიწას ყავს ერთადერთი თანამგზავრი მთვარე, თუმცა შემდეგ გადაცემებში მინდა უფრო საფუძვლიანად და ფართოდ განვიხილოთ ჩვენ მთვარეს. ამიტომაც ახლა გამოტოვებთ. მარსი. მას ყავს 2 პატარა მთვარე, ფობოსი და დეიმოსი. ეს მთვარეები მარსის გარშემო ბრუნავენ და ძალიან განსხვავდებიან სხვა პლანეტების მთვარეებისგან. ისინი ძალიან მცირე ზომის არიან და მარსის გრავიტაციაზე თითქმის არ ახდენენ გავლენას. იუპიტერი. იუპიტერის მრავალრიცხოვანი მთვარეები ამ ციური სხეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მნიშვნელოვანი მახასიათებელია. იუპიტერი, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტაა, ასტრონომების ყურადღების ცენტრშია, არა მხოლოდ თავისი მასიურობით, არამედ თავისი მთვარეების განსაკუთრებული თვისებებით. იუპიტერს ათეულობით მთვარე აქვს, მაგრამ ზოგი მათგანი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ზომით, შემადგენლობით და აქტიურობით. მას ზუსტად ამ წუთისთვის 95 თანამგზავრი ჰყავს.
ამ მთვარეთა შორის ყველაზე ცნობილი 4 მთვარე, რომელსაც გალილეისეული თანამგზავრები ეწოდება: იო, ევროპა, განიმედი და კალისტო. მზის სისტემაში ყველაზე დიდი თანამგზავრი კი განიმედია. სატურნი. სატურნი არის მზის სისტემის მეორე ყველაზე დიდი პლანეტა და ამას ასევე ყავს უამრავი მთვარე. სატურნი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პლანეტა, როგორც თავისი მშვენიერი რგოლებით, ისევე მისი მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით. ენცელადუსი, კალიფსო, მიმასი, რეა და ასე შემდეგ. მაგრამ გამოირჩევა ერთი და ყველაზე დიდი, ტიტანი. იმით გამოირჩევა, რომ ტერაფორმირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია მისი ატმოსფეროსა და მიწისქვეშა ოკეანეების გამო. მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ადრე ამაზე ლაპარაკი. ურანი. ურანის პლანეტას 27 ოფიციალურად აღიარებული თანამგზავრი ჰყავს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი მათგანი დიდია და მყარი, სხვები კი შედარებით უცნაური ფორმის მთვარეები არიან. ყველაზე ცნობილი მთვარეები არის მირანდა, ტიტანია და არიელი. ნეპტუნი არის მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტა და მას 14 ოფიციალურად აღიარებული მთვარე ჰყავს. ნეპტუნის მთვარეები განსხვავდებიან ზომით და მათი მახასიათებლებით. მაგრამ ყველაზე ცნობილი მათგანია არის ტრიტონი, რომელიც ძალიან აქტუალურია ობიექტის ასტრონომიაში. ტრიტონი ნეპტუნის ყველაზე დიდი მთვარეა, რომელიც დიამეტრი დაახლოებით 2700 კილომეტრია. მას აქვს ერთი უნიკალური თვისება. მის ორბიტას რევერსიულს უწოდებენ, რადგან ის მოძრაობს საწინააღმდეგო მიმართულებით ნეპტუნის სიბრტყესთან შედარებით, რაც წარმოშობს შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ტრიტონი შეიძლება ერთხელ ნეპტუნს გადაუვარდეს. ტრიტონის ზედაპირი დაფარულია ყინულით, რომელზეც იკვეთება ვულკანური აქტივობა, სადაც ხდება ყინულის მასების ამორფევა. ის შესაძლებელია აღმოაჩინოთ მყარი წყლის მოლეკულები. დღეისთვის ეს იყო. იმედი მაქვს, რომ თქვენ დღეს რამე ახალი გაიგეთ და დღევანდელი გადაცემა მოგეწონათ. ამასობაში კი ჩემი ეთერი იწურება, თქვენთვის საუბრობდა კახი გოგოხე ხატისკაცი. ახლა კი დაგემშვიდობებით. ნახვამდის.